იმართება ათენში. დღეს გვაქვს ძალიან დიდი დღესასწაული. საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დიონისე 2023 და წარმოდგენილი იქნება 7 კოლექტივი. მოგესალმებით ვიფათოს სულებს. მესაკანეში ხელოვნების თეატრის ზეი. თეატრალური ფესტივალი დიონისე 2023 შეაფასეს საქართველოში მცხოვრები და ასევე საქართველოდან მოწვეული კონტექსტში. ჯიურის თავმჯდომარე ბანკის მასაკითხებს. მალე დაიწყება ჩემი პიესა იადონას თეატრი. გამოიცანოთ თეატრისთვის. იარეთ თეატრში და მიყვარდეთ თეატრი. ეს ემოციები, რომელიც თეატრს გააჩნია, რომელიც სცენიდან მოდის, არის ერთადერთი განუმეორებელი. მარტო ის დასახელება, რომ სამდღიანი ფესტივალი ტარდება თეატრალური, ეს ჩვენ ქვეყანას ძალიან კარგ პირობებზე აყენებს და როცა ემიგრანტები გილოცავენ წარმატებას, ეს ყველაზე მეტად მოგვხვდება ადამიანის გულზე და გამხნევს, რა თქმა უნდა. მაჟატი მოვედი, იმიტომ რომ ავითი მინდოდა მოგფერებოდით თქვენ. მასო იყო ძალიან მრავალფეროვანი. შეიძლება ჩაიწეროს გამარჯვება. მე რა თქმა უნდა მყავს ჩემი ფავორიტები. ამ ეტაპზე კომენტარისგან თავში ვიკავებ. სასწაულებისაც ჯერა რომ შეახდება. დიონისეს სულის შემოქმედა დამოუკიდებლად ორგანიზატორის პრეზიდენტ ბატონი არასადოვი. დიონისეს საქართველოს საქართველოსთან შეიცავდა თავისუფლად ეს მადლობა ჩამოგდანისთვის. და ჩვენ ერთად ძალიან ბევრს მივაღწევთ საქართველოს სახელმწიფო გასწვენს გვერდით. ახალგაზრდა ჟიურის თავმჯდომარეს ბატონ მურატ-რაშიძე. ეს ქართული თეატრია და დღესაც ფესტივალის საუკეთესო სპექტაკლის მადლობა.
მადლობა გინდა გადაუხადოთ ქალბატონ თაკო სამხარაძეს, დიონისეს სამხატვრო ხელმძღვანელს, განსაკუთრებული წვლილისთვის და ამ ფესტივალის ტრადიციის გაგრძელებისთვის. მინდა მადლობა გადაუხადო თითოეულ თეატრალურ დასს, რომლებიც ჩამოგზავნეს, ასე გავაგრძელოთ და უფრო მეტად წარმატებულად გაგრძელდება ეს ჩვენი ფესტივალი, რომელიც ხდება ემიგრაციაში ემიგრანტების მიერ ორგანიზებით. დასრულდა საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დიონისე 2023. მინდა პირველ რიგში ყველა მონაწილეს გადაუხადო უდიდესი მადლობა მონაწილეობისათვის და ვუსურო წარმატებები. და ჩვენ კი 2025 წელს ტრადიციისამებრ ველოდებით კვლავ აქ ათენში ახალ კოლექტივებს უკვე 2025 წელს. ჩვენ დავხვდებით აქ უფრო განვითარებულები, უფრო დახვეწილები, რომ თქვენი შესაძლებლობები უფრო გამოვავლინოთ და უამრავი ახალგაზრდა მსახიობის შესაძლებლობები წარმოაჩინოთ.